მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. დღევანდელ ბლოგს ვიწყებ ხემსის მომზადებით. ჩვენს შემთხვევაში ეს არის საუზმე, არის ძალიან ადვილი მოსამზადებელი და რაღაც პიცის მაგვარია, პიცას წააგავს. დაგჭირდება ცომისთვის 1 ჭიქა რძე, 1 ჭიქა წყალი, 2 ჭიქა ფქვილი, გამოფხვიერებელი და 2 კვერცხი, რა თქმა უნდა, მარილიც. ეს ყველაფერი უნდა ავურიოთ ერთმანეთში, მოვამზადოთ ცომი, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაზე და ასევე დაგჭირდება ნებისმიერი შიგთავსი, რაც კი სახლში გაქვთ. დღეს გამოვიყენებ პამიდორს, ასევე ძეხვი დავჭერი და ბულგარული წიწაკა. ამ პიცისთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს ასე პატარა კუბიკებად დაჭრილი, რომ უფრო კარგად გამოვიდეს, რადგან გამოდის დიდი და ასეთი პატარა კუბიკები უფრო ადვილად ითვისებს, როგორც იტყვიან თვითონ ცომს. ასევე აუცილებელია და ყველაზე მთავარი ინგრედიენტია შიგთავსში ყველი, რაც უფრო მეტი იქნება, მით უფრო უკეთესი. აქ მაქვს ყველი გუშინდელი ხაჭაპურიდან მორჩენილი და ვფიქრობ, რომ ამ ყველს გამოვიყენებ. არ არის აუცილებელი, რომ ამ პიცის შიგთავსისთვის რაიმე სპეციალურად შეიძინოთ. სახლში რაც გაქვთ მორჩენილი, ბოსტნეული, ყველაფერი შიგ შედის და მოკლედ ძალიან გემრიელი გამოდის. ცომის მომზადებისას თანმიმდევრობა არ გააჩნია, ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში, ვიწყებთ კვერცხით, შემდეგ დავუმატებ რძეს და წყალს, ასევე მარილი. You've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my lucky number 7. You're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need to save it, 'cause your love's underrated. 'Cause your love's underrated. And I don't wanna lose what we've got tonight. პიცა ჩავდგი უკვე ღუმელში, ცხვება 180 გრადუსზე 20-25 წუთით, მოკლედ რომ შეიბრაწება ზემოდან, უკვე მზად არის. ახლა მოვამზადებ სადილს და გავამზადებ სადილს იყოს მზად და სადილობის დრო რომ მოვა, უბრალოდ ჩავდებ ღუმელში. ხშირად მეკითხებით ხოლმე, როგორ ასწრებო რაღაცეებს, სინამდვილეში ვერაფერსაც ვერ ვასწრებ და ძალიან მინდა, რომ უფრო მეტი მოვასწრო, უბრალოდ არ შემიძლია. მაგალითად, ახლა სანამ ბავშვი ჩუმად არის და ნიცა ეთამაშება, იქამდე მოვამზადებ სადილს, გავამზადებ უბრალოდ. ამ შემთხვევაში თუ წვნიანს ან რაიმე ისეც ვამზადებ, უკვე ვიწყებ მომზადებას, მაშინ როცა პატარას ძინავს, სულ ერთია, დილის 7 საათი იქნება თუ დღის 12 საათი, სადილს ვამზადებ, რომ შემდეგ დრო არ წაიღოს ამან. ახლა მაცივარში ვიპოვე ეს კომპოსტო, არ ვიცი მე რომელი საუკუნიდან დევს მაცივარში და როგორც ხედავთ
ნახევარი გაფუჭებულია. მინდა რომ ქათმის ხორცთან ერთად შევწვა ღუმელში. ბოსტნეულებსაც დავამატებ, კარტოფილს და სტაფილოს და გავამზადებ. ჩავდებ მაცივარში, შემდეგ დრო რომ მოვა სადილობისთვის, ჩავდებ ღუმელში და თავისით მომზადდება. Your love's underrated. Deep in my heart, I know you're irreplaceable. Together, unstoppable. And I feel your frequency, feel your love around me. I'm drowning in my mind, don't wanna let you down. We're running round in circles. Love feels so invincible. დღეს დაგეგმილი მაქვს გენერალური დალაგება, სავარაუდოდ ვერ მოვასწრებ ვერანაირი დესერტის მომზადებას და გემრიელობის, ამიტომ დღეს გადავწყვიტე ასეთი კაკლები მოვამზადო მოხარშული შედედებული რძით. ეს კაკლების ფორმები იყიდება რუსულ მაღაზიებში და უბრალოდ წავუსმევ მოხარშულ შედედებულ რძეს, ანუ ეგრეთ წოდებულ სკუშონს. მას შემდეგ, რაც პატარა დაიბადა და დრო აღარა მაქვს ნამცხრებისთვის და გემრიელობებისთვის, ხშირად ვყიდულობ ასეთ მზა რაღაცეებს, ასევე ხშირად ვყიდულობ ვაფლის ფირფიტებს და ვამზადებ ხოლმე ვაფლის ტორტებს. პიცა ცხვებოდა 20 წუთი და გამოიყურება აი ასე. ისე შეიძლებოდა რომ კეჩუპიც მომესხა ჯერ დაბლა და შემდეგ მომეყარა დანარჩენი. ის საკმაოდ სქელი გამოდის და არ კარგავს ფორმას, მოკლედ არ ვარდება. დღეს ვალაგებ ჩემს საძინებელ ოთახს, როგორც ყოველთვის გავწმენდა ფანჯრებს, გავრეცხავ ფარდებს, ოღონდ ამჯერად ფარდების შეცვლას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ფარდას მოვხსნი, ჩავიტან დაბლა გასარეცხად, შემდეგ გამოვცვლი თეთრეულს, ასევე მინდა რომ ავიღო უკვე ეს ბუშტები და ეს პატარა რაღაცეები, ეს ტატუები რჩება, ეს არ მიდის, ამიტომ ამას დავტოვებ და ეს საწოლი მაქვს კარგად დასალაგებელი, ასევე ეს მოკლედ აქ არის ქაოსი, გუშინ პატარა საცრა გაუკეთეს და მოკლედ რაც კი ხელში მხვდებოდა, ყველაფერი აქ ჩავყარე. ახლაც ძინავს კიდევ კარგი და იმედი მაქვს რომ რაიმეს მაინც მოვასწრებ და შევძლებ აქაურობის კარგად დალაგებას, ასევე დავკიდავ ნათურებს აქ ჩემს ოთახში. ულამაზესი ნათურები მაქვს და ერთი სული მქონდა, როდის დავალაგებდი აქაურობას, რომ დამეკიდა ეს ნათურებიც. Trace the cracks on the floor tonight. Neon shadows dance in the broken light. A heart beats loud, but it's out of sync. Lost in the rhythm, I can't quite dream. The air
Reflections twist in a fevered haze. The crowd is a sea, but I'm still alone. Chasing whispers I'll never own. Yeah, it's heavy, it pulls me in. Pull me in that twisted maze. Glow, glow, shadow glow, falling deeper. I don't know. Glow, glow, shadow glow, pull me under. Don't let go. Shadow glow, falling deeper. I don't know. Glow, shadow glow, pull me under. Don't let go. When I see you dancing, I know you're a Dan. It's some kind of magic. We both know it right away. I came here to party, don't want it to end. Getting real ecstatic. We both know it right away. When I see you dancing, I know you're a Dan. It's some kind of magic. We both know it right away. I came here to party, don't want it to end. Getting real ecstatic. I feel this vibe goes from my heart right to my fingertips. My fingertips. Oh, I need you to tell me now how much you're into me. Oh, right away. I feel this vibe goes from my heart right to my fingertips. My fingertips. Oh, I need you to tell me now how much you're into me. Oh, right away. შეცვალე გადასაფარებელი, დავკიდე ფარდები, გავწმინდე ფანჯრები და ფანჯრების გაწმენდვა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ძალიან ხშირად ვწმენდა, იწმინდება ძალიან ადვილად, ყოველგვარი საშუალების გარეშე, უბრალოდ ერთი ტილოს მოსმით, სადღაც ორ კვირაში ერთხელ მაინც ვწმენდავ ფანჯრებს, ამიტომ დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს ჩემი ფანჯრების გაწმენდვა. თან ტილო მაქვს კარგი, აი ასე გამოიყურება ჩემი ტილო, ეს ტილოები სერგომ გამოწერა ამაზონიდან მანქანისთვის და ერთი ცალი ჩემთვის ავიღე, რადგან იდეალურია შუშებისთვის და არ სჭირდება მოკლედ საშუალება, საწმენდის საშუალება, უბრალოდ ვრეცხავ და ვწმენდავ. ახლა მინდა რომ ეს ნათურები დავკიდო, არის ულამაზესი ნათურები, ყველაზე ლამაზი ნათურები მაქვს ჩემს საძინებელში. სხვა ნათურებიც ლამაზია, მაგრამ ეს ნათურები უფრო ძალიან მომწონს. ცოტა ძნელად იკიდება, ამიტომ კადრს მიღმა დავკიდავ და შემდეგ ჩავრთავ კამერას. ჩამოხსენი ეს ბურთები აქედან და როგორ განთავისუფლდა, თითქოს დაცარიელდა ოთახი, რაღაც მოაკლდა. ულამაზესი ბურთებია, რა თქმა უნდა, ამას ვერსად ვერ შეინახავ, სადმე რომ დადო, მოკლედ ეგდება აქეთ-იქით და ბოლოს გასკდება. გაჩვენებთ პატარა ხრიკს, რომელსაც ვიყენებ უკვე დიდი ხანია, ასეთი ბურთების გადასარჩენად დაგჭირდება მხოლოდ საწრუპი. მე ასეთი წვრილი საწრუპი მაქვს, საწრუპი ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ და აი აქ, საიდანაც იბერება, იქ უნდა ჩავდოთ ეს საწრუპი მანამ, სანამ არ დაიწყებს ბურთი დასოლვას. რა თქმა უნდა, ყველა ბურთებს
ყველა ბურთებზე არ გამოიყენება ეს ხრიკი, რადგან ზოგიერთ ბურთს ძალიან წვრილი ჩასადები აქვს და ბოლომდე არ მიდის. მოკლედ ვცდი, ვნახავ ამ ბურთების გადარჩენა შეიძლება თუ არა და ბარემ გაჩვენებთ თუ როგორ შეიძლება რომ გადავარჩინოთ ასეთი ლამაზი ბურთები. რა თქმა უნდა, შემდეგ ხელმეორედაც შეგიძლიათ რომ გაბეროთ, აი ასეთივე საძრუპით და ხელმეორედ ისევ დაასრულოთ ჩვეულებრივ და გამოიყენოთ რამოდენიმეჯერ. აი აქ, სადაც იბერება და საიდანაც იბერება ბურთი თვითონ, ვდებთ საძრუფს ნელა-ნელა ბოლომდე და როგორც ხედავთ, წამოვიდა. გამოდის ჰაერი და ისულება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეს გამოწიოთ და ბურთი აღარ ისულება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთი გადარჩენილია და ხელმეორედ შეიძლება შემდეგ კიდევ გაბერვა. ასე ვდებთ ბოლომდე და ვუშვებთ ჰაერს. She galvanized me, steady like steel, back on my feet, living for the thrill again, loving for another day. She satisfied me, gave me what I want, just what we need, never too far away, loving for another day. But she asked for something more. She asked for